კრისტალბეთი გართობის უსასრულო სამყარო. ახალციხეში რაბათის ტერიტორიაზე მესხური ფესტივალი 2014 გაიმართა. ფესტივალი მარათონით დაიწყო და ადგილობრივი ანსამბლების კონცერტით, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენით გაგრძელდა. აღნიშნული ფესტივალის მიზანი მესხური კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა. მესხური ფესტივალი 2014 წელს უკვე მეორე ტარდება. ამ ფესტივალის ორგანიზატორი გახლავთ ადგილობრივი ტელეკომპანია მეცხრე არხი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მესხური ფესტივალი მომავალ წლებშიც გაიმართება, რა თქმა უნდა, არა ასეთი ფორმით, იმიტომ რომ წინა წლებში, წინა წლისგან განსხვავებით წლევანდელს უკვე დაემატა სპორტული სანახაობები, ყველა ის სპორტული ღონისძიება, რომელიც კი მესხეთში არის პოპულარული. და მომავალ წელს უკვე სამეცნიერო და ლიტერატურული კუთხითაც ვაპირებთ ამ მესხური ფესტივალის გაფართოებას. ღონისძიების ფარგლებში ახალციხე მარნეულის სასურსათო ქარხნის მწნილისა და მურაბის ფესტივალსაც უმასპინძლა. სტუმრებს მარნეულის ქარხნის უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. მარნეულის სასურსათო ქარხნის პროდუქცია სპეციალურ ფასადაც გაიყიდა. წილისა და მურაბის ფესტივალი პირველად ჩარჩანა აღნიშნეთ თბილისობას და საახალწლო ფესტივალის ფარგლებში და გადავწყვიტეთ, რომ გვექცია ტრადიციულ რეგიონალურ მოსიარულე ფესტივალად. ნებისმიერ სტუმარს შეუძლია დააგემონოს მარნეულის სასურსათო ქარხნის 100%-ით ქართული და ნატურალური პროდუქტები. გვაქვს ჩვენი გასართობი პროგრამა, ყველასთვის საყვარელი ანიმატორები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ზრუნავენ ბავშვების გართობაზე. ფესტივალი ფოლკლორულმა ანსამბლმა მოძახილმა გახსნა. ღონისძიებაზე ბავშვებიც არავის გამორჩენია. ისინი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში მოხვდნენ. სტუმრებს კი ოჩოფეხებიანი ანიმატორები და ქუჩის თეატრის მსახიობებიც ართობდნენ. მარნეულის პროდუქციას ვაგემოვნებთ, როგორც ხედავთ, ყველას ურჩევ დააგემონოს, ძალიან გემრიელია. არ მქონდა გასინჯული მარნეულის პროდუქცია, გავსინჯე პირველად დღეს აქ და ძალიან მომეწონა, ძალიან გემრიელია და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, რომ ესეთ კარგ და გემრიელ პროდუქციას ამზადებთ. წნილისა და მურაბის ფესტივალი საქართველოს 10 დიდ ქალაქში გაიმართება. ფესტივალი სექტემბრის თვეში გორში, ოზურგეთში, ზუგდიდში, სამტრედიაში, ქუთაისში, გურჯაანსა და თელავშიც გაიმართება. ოქტომბრის დასაწყისში კი ტრადიციულად დედაქალაქში თბილისობის დღესასწაულზე დასრულდება. iPhone Plus-ი აირჩიეს სასურველი პროდუქცია და მიიღე 0%-იანი განმარტება ნებისმიერ შენაძენზე. მისამართი: ჭავჭავაძის 19 და პეკინის 11.